9 წლიანი სასჯელი რეჟიმის მამხილებელ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს საქალაქოში გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ხელბორკილები დარბაზშივე დაადეს ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს. ოცნების სასამართლო მას 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქეთი ნადიბაიძე აგრძელებს თემაზე საუბარს საქალაქოდან დეტალებით. გიორგი ჩიკვაიძე 9 წელი, ირაკლი პაპიაშვილი 8 წელი. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მოსამართლე იზა კელენჯერიძე. მის განაჩენს მოჰყვა ხმაური სხდომათა დარბაზში პირველივე წუთებიდან. ამის გამო მან სხდომა გააჩერა, სრულად დახურა, დამსწრეების სხდომიდან გამოუშვა, მათ შორის სხდომიდან გამოგვაძევა მედიაც და ჩვენ არ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ გადაგვეღოს სხდომათა დარბაზში, როგორ დაადეს ხელბორკილები გიორგი ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს და ის სასამართლოდან წაიყვანეს პირდაპირ ციხეში. ამ გადაწყვეტილებას ისმენდა სხდომათა დარბაზში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც სპეციალურად მოიყვანეს ამ გადაწყვეტილებისთვის. რამდენიმე წუთით დაჰყობა მხოლოდ სხდომათა დარბაზში და მას შემდეგ, რაც მისი მწვავე რეაქციაც მოჰყვა მოსამართლე იზა კელენჯერიძის განაჩენის გამოცხადებას, ბადრაგმა და მანდატურებმა ისიც გაიყვანეს და სხდომის შემდგომი გაგრძელების მოსმენის შესაძლებლობა უკვე აღარც გიორგი ჩიკვაიძეს მიეცა, როგორც გითხარით, ხმაური იყო სხდომათა დარბაზში, რომელიც გაგრძელდა შემდეგ უკვე სასამართლოს დერეფანში. ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთდა პირველი განცხადებებიც, ისინი ამას უკავშირებენ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშწორებას ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის წინააღმდეგ. ირაკლი პაპიაშვილის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ეს არის ისინიც ასევე ფიქრობენ, რომ ეს არის შურისძიება გიორგი ჩიკვაიძის წინააღმდეგ, რასაც შეეწირა მისი ბიზნეს პარტნიორიც. გიორგი ჩიკვაიძე ცნობილი იქნეს ამაშავე წესის სამართლის კოდექსის 152 მუხლის მეორე ნაწილის ადადებები პუნქტები და ასევე მესამე ნაწილის ბ პუნქტი და განისაზღვროს თავისუფლების საფუძვლად შრატის ვასი. ამოწყდი შენი შვილი იყოს დაწყებული და შენი თავის განაჩენი გამოგაგდე. ელოდებოდით ყველაფერს, მაგრამ მე დღეს დილას ვესაუბრე ჩემს შვილს და არ ვიცოდით, რომ ის უნდა მოეყვანათ. მოიყვანეს ეს მიჯაჭვული ადამიანი, იმიტომ რომ ეთქვათ, რომ 9 წლით უშვებენ ციხეში. დაადეს ბორკილები მის თანამშრომელს ირაკლი პაპიაშვილს და სრულიად უდანაშაულო სტუდენტი ადამიანი გაუშვეს 8 წლით ციხეში. ეს იყო ეხლა დასჯა, ანუ არანაირი მტკიცებულებებით მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ და ეს არის გიორგის დასჯა. გიორგი ჩიკვაიძის დასჯა, იმიტომ რომ ესენი იმას ატკინო რა. უდანაშაულო. რა იქნება ახლა თქვენი მხრიდან? რაიმე გეგმა თუ გაქვთ? კი, რა თქმა უნდა. ყველანაირი ინსტანციას გაივლის და წავაბოლოს სტრასბურგში, იმიტომ რომ აქ ჩვენ სამართალს მაინც ვერ ვიპოვით. მარტო ჩვენ კი არ, ქვეყანა ვერ პოულობს სამართალს. სხდომის მონაწილეებმა იცოდნენ, რომ დღეს იქნებოდა ამ საქმეზე ბოლო სხდომა, დასკვნითი და საბოლოო სიტყვების უფლება მიეცემოდა დაცვის მხარეს, თუმცა ნაკლებად ელოდებოდნენ, რომ დღესვე გამოაცხადებდა გადაწყვეტილებას მოსამართლე იზა კელენჯერიძე, რომელმაც შესვენებაც კი არ აიღო გადაწყვეტილების მოსაფიქრებლად და სათათბიროდ და მან ადგილზე თათბირით გამოაცხადა ეს გადაწყვეტილება. გიორგი ჩიკვაიძე რამდენიმე წუთით საგანგებოდ მოიწყვალეს ამ გადაწყვეტილების მოსასმენად, რადგან საზოგადოებამ იცის, რომ ის გაძევებული ყავდა მოსამართლის ამ სხდომებიდან და ბოლო რამდენიმე სხდომას ის არ დასწრებია და ახლა მხოლოდ მას მოასმენინეს გადაწყვეტილება 9 წლიანი საპატიმრო მსჯავრი, რომლის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მას გირაოს აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა საპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით, რაც შეეხება მის ბიზნეს პარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს. მას გირაო ჰქონდა შეფარდებული, ის დადიოდა სხდომებზე, ყოველ სხდომაზე დღესაც ის საკუთარი ფეხით მივიდა სასამართლო სხდომაზე, თუმცა სხდომათა დარბაზიდან ის უკვე გაიყვანეს ხელბორკილებით და გადაიყვანეს ციხეში. განაჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე მან სასამართლოს მიმართა საბოლოო სიტყვით. არა მარტო ამ კონკრეტულ კომპანიასთან და ფოტოთუ საქმესთან, ამით გარდა მეორე შეგვეთა ჰქონდა კომპანიას და მე არც ერთგან არასდროს არც ხელი წერია, არც ვინმესთან შეხვედრაზე რაიმე დაუპირები ვარ, რაიმე იახტის დეტალებზე მისაუბრია, არასდროს მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ამას ადასტურებს მათ შორის ამ ადამიანების ჩვენებები, რაც ამ დარბაზში მოვისმინეთ.
ფულის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალით გასამართლდა ეს ორი პირი, ორი ბიზნეს პარტნიორი, რომლებსაც აქვთ კომპანია იახტებით მოვაჭრე და სადავო საკითხი საზოგადოებას შევახსენებ, რომ არის ბიზნესმენის ელგუჯა თურმანიძის ერთ-ერთი საჩივარი, ელგუჯა თურმანიძის საჩივარი და ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა მათ შორის იახტის შესაძენად, დაირღვა სახელშეკრულებო პირობები, თუმცა გადაწყვიტა ელგუჯა თურმანიძემ, რომ არ ედავა სამოქალაქო ფორმატში და იჩივლა პროკურატურაში. მისი საჩივრის საფუძველზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის ფორმატში და სისხლის სამართლის კოდექსის წაუყენეს ბრალი ბიზნესმენებს. ამ ყველა ეტაპზე დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ეს არ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომ შეიძლებოდა ამ საქმის სამოქალაქო ფორმატში განხილვა, თუმცა თავად გიორგი ჩიკვაიძე, მისი ბიზნეს პარტნიორის, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან პირველი ინსტანციის სასამართლოში, ამბობენ, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი ანგარიშწორება ჩიკვაიძის მისამართით, რომელმაც უარი უთხრა მან უკანონო დაკვეთების შესრულებაზე. გიორგი ჩიკვაიძე იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მან საჯაროდ დაიწყო საუბარი უკანონო დავალებებთან დაკავშირებით, რომელსაც მისი განცხადებით აძლევდა ივანიშვილი და მისი გარემოცვა და სწორედ ეს გახდა მისი თქმით იმის მიზეზი, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა მასზე შურისძიება. ის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის უკვე გასამართლებული 9 წლიანი მსჯავრით, მისი ბიზნეს პარტნიორი 8 წლიანი მსჯავრით და ახლა დიდი ალბათობით ეს საქმე გაგრძელდება უკვე მეორე ინსტანციაში.